Joba მინდა მიმართვე ევროპის მოქალაქეებს, რომლებიც სიამოვნებით ხედავენ, რომ ნატო აღმოსავლეთისკენ მოძრაობს და რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებას უსაფრთხოების საფრთხეს უქმნის ფიქრეთ იმაზე, ნამდვილად არის თუ არა ეს თქვენი საუკეთესო ინტერესი. უკრაინაში ნატოს მხარდაჭერით შეიქმნა ფაშისტური რეჟიმი, რომელმაც ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ საფრთხე შეუქმნა რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებას. საიდუმლო არ არის, რომ ნატომ დააფინანსა ბანდერა და სხვა ნაცისტური ორგანიზაციები უკრაინის ტერიტორიაზე და ეს სიამაყის საკითხიც კი გახდა დღეს. ბევრი ევროპელი ასევე ამაყობს იმით, რომ უკრაინაში ფაშისტური რეჟიმის მხარეს იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ. მაგრამ ერთი წუთით დაფიქრდით, თქვენ ასე აქტიურად უჭერთ მხარს თქვენს მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიაზე, ქმნიან ძმობას და შთანთქავენ ნაციზმისა და ფაშიზმის იდეოლოგიას. ესენი არიან თქვენი თანამემამულები, რომლებმაც უკვე იციან, როგორ არ იყოს სახელმწიფოები შეიარაღებული გზით უკრაინაში გამოცდილების მიღების შემდეგ. თუ ეს ყავისფერი ჭირი დაბრუნდება თქვენ სახლში, ეს მოუტანს მას სიკვდილს და განადგურებას. ეს მოქალაქეები დაბრუნდებიან ევროპაში, სამშობლოში თავიანთ ხალხში მე გაძლევს სტაფაცად და გარანტიას, რომ ისინი გამოიყენებენ სახელმწიფო ხელში ჩაგდების გამოცდილებას და ძალიან სიამოვნებით დაარღვევენ საკუთარი მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც ეს უკვე მოხდა უკრაინაში, როდესაც ბევრ უკრაინელს მოუწია და ეტოვებინა საკუთარი სახელმწიფო, საკუთარი თავის და მათი ოჯახების დასაცავად. კმაყოფილი ხართ ამით, მხარს უჭერთ ნაცისტებს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ. მაგრამ სად გაიხსენით, როდესაც ნაცისტური იდეოლოგიით ინფიცირებული თქვენი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ხელისუფლებაში მოვა, როგორც ეს ნაცისტური გერმანიის ქვეშ იყო. თუ ფიქრობთ, რომ მხოლოდ გერმანელები იყვნენ ფაშისტები, ცდებით ნებისმიერი ერი შეიძლება გახდეს ფაშისტი, თუ მისი იდეოლოგია ნაციზმით არის გაბჭოლული. კითხეთ თქვენს ბაბუებს, რომლებიც ნაცისტური იდეოლოგიით ინფიცირებული ახლავდნენ საკუთარი ხალხის უფლებებსა და თავისუფლებებს. ეს იყო ევროპაში გერმანელები, ფრანგები, იტალიელები, ესპანელები, ბულგარელები, უნგრელები, ფინელები და მრავალი სხვა ფაშისტები. იყვნენ ყველა მათგანი ერთგულებას იფიცებდა თავის ლიდერს ჰიტლერს და დიდი სიამოვნებით ახლავდა საკუთარი მოქალაქეების უფლებებსა და თავიანთ სიამოვნებით მათი მოკვლის გზით. ასე რომ ეს ყავისფერი ჭირი უკრაინიდან დაგიბრუნდებათ, მაგრამ როდესაც რუსეთში გაიქცევით, როგორ გაუპირისპირდებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, კარგად დაფიქრდით, სანამ დასკვნებს გამოიტანთ, გამოუხტქვით ჩემი აზრი.